გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და ამ ვიდეოში გესაუბრებით ჩრდილოეთ კორეაზე. უფრო კონკრეტულად, თუ როგორ გარბიან ამ ქვეყნიდან. აქედან გაქცევის მცდელობაც კი არა მარტო მთელი ოჯახის სიცოცხლით იშება, არამედ ამ ოჯახის მომავალი სამი თაობაც განწირულია მონობისთვის და ციხისთვის. გავფრთხილებთ, რომ საკმაოდ მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. თავიდან დავიწყოთ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეელებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ქვეყნიდან გაქცევას შეეცადნენ. ზოგიერთი მცდელობა წარმატებით დასრულდა, თუმცა ზოგიც ალბათ წარმოგიდგენიათ რა შედეგით დასრულდებოდა. ან ვერ წარმოგიდგენიათ, რადგან აქ წარმოუდგენელი რამეები ხდება. გაქცევასთან ერთად კორეელები რისკავენ ყველაფერს და ყველას, მათ შორის თავიანთი ოჯახის წევრებს, რადგან ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა დიდ საფრთხესანაა დაკავშირებული. თუ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დახვრეტას გადაუჩნდნენ, მაინც არ არიან დაცულნი. თუ მეზობელმა ქვეყნებმა ისინი აღმოაჩინეს როგორც არალეგალები, მათ სამშობლოში დაადეპორტებენ. სამშობლოში დეპორტი ამ მიზეზით კი პირდაპირი გაგებით სიკვდილს ნიშნავს, მათ სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლებენ და სიკვდილით დასჯიან. ჩრდილოეთ კორეელ სპორტსმენებს ქვეყნიდან გაქცევის გაცილებით უფრო დიდი შანსები აქვთ, ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს. ეს იმიტომ, რომ მათ საშუალება ეძლევათ დატოვონ ქვეყანა საერთაშორისო ტურნეებში. მონაწილეობის მისაღებად, ოლიმპიური თამაშები ქვეყნიდან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა სპორტსმენებისთვის. რამდენიმე ჩრდილო კორეელმა სპორტსმენმა ეს საშუალება მშვენივრად გამოიყენა. სწორედ ამის გამოა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენები მასპინძელ ქვეყნებში მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ არიან. ისინი გაფრთხილებულნი არიან, რომ თუ შეეცდებიან ზედამხედველებს თავი აარიდონ ან რაიმე ზემოქმედება იქონიონ მათზე, მათი ოჯახის წევრები ჩრდილოეთ კორეაში სასტიკად დაიშებიან. ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა ერთ-ერთმა ჩრდილო კორეელმა სპორტსმენმა, ლი ჩანგსუმ. ის იყო პროფესიონალი ძიუდოისტი, რომელმაც 1991 წელს თავი დააღწია ჩრდილოეთ კორეას ესპანეთში შეჯიბრებაში. როდესაც ლის განზრახვა გამოვლინდა, მისი ოჯახის წევრები სასტიკად დასაჯეს. მისი კანონდარღვევის გამო ისინი გადაასახლეს სამუშაო ბანაკებში, ხოლო ლის ძმა ამ მოვლენების შემდეგ არავის უნახავს. კორეაში არის დემილიტარიზებული ზონა და აქ მხოლოდ მოქალაქეები როდით ცდილობენ ქვეყნის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთას და ქვეყნიდან გაქცევას. ამას აკეთებენ ჩრდილო კორეელი ჯარისკაცებიც. მათთვის ჩრდილო კორეიდან თავის დაღწევის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებაა DMZ, იგივე დემილიტარიზებული ზონა. ეს არის საზღვარი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. როგორც იცით, 1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძული 38 პარალელზე ორ ნაწილად გაიყო. ამის შემდეგ შეიქმნა ორი სახელმწიფო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. დემილიტარიზებული ზონა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია მთელ მსოფლიოში. ის სავსეა ნაღმებით, ეკლიანი მავთულებით, ორივე მხრიდან გარშემორტყმულია ათასობით ჯარისკაცით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ცნობილია მხოლოდ 4 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის ქვეყნიდან გაქცევის ფაქტი, ხოლო იმ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც ამ პუნქტის საშუალებით შეეცადნენ სახელმწიფოდან გაქცევას, თუმცა უშედეგოდ მათი რაოდენობა უცნობია. 2017 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ნათლად ჩანს თუ როგორ გარბის ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი ქვეყნიდან. თავდაპირველად ის გაქცევას მანქანით შეეცადა, ხოლო შემდეგ, როდესაც ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები უკან დაედევდნენ, მანქანიდან გადმოხტა და საზღვრისკენ მიმავალი გზა სირბილით გააგრძელა. მესაზღვრეებმა მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს. ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი ჯარისკაცი სამხრეთ კორეელებმა გადაარჩინეს. ეს ფაქტი გაერთიანებული ერების სარდლების კამერებმა დააფიქსირა. გვარდიანის ინფორმაციით ის სეულში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიდეო კამერები კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მდინარე ტუმენი. გაქცევის კიდევ ერთი თეორიული საშუალება გახლავთ მდინარე ტუმენი. ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის ეს საშუალება მდებარეობს კორეასა და ჩინეთს შორის. მდინარის გადაცურვას ასობით კორეელი ცდილობს, მათ შორის არიან სონგ ბიოკი და მამამისი. მათ ქვეყნიდან გაქცევა 2001 წელს გადაწყვიტეს, როდესაც მდინარე ტუმენი ადიდებული იყო. სამწუხაროდ მამამისი დაიხრჩო, ხოლო სონგი დაიჭირეს და ციხეში გამომამწყვდიეს. გათავისუფლების შემდეგ სონგიმ კვლავ სცადა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა, ისევ ტუმენის საშუალებით. საბედნიეროდ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა. მდინარე ტუმენი საკმაოდ ვიწრო და წყალმარჩხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადგილას წყალი ძალიან დაბალია და ადამიანს შეუძლია მდინარის ფეხით გავლა, გაცურვის ნაცვლად.
მეორე მდინარე, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ჩინეთთან აკავშირებს, არის მდინარე იული. საკმაოდ ფართო, ღრმა და ძლიერი. იულუს გადაცურვა მხოლოდ საკმაოდ ძლიერ მოცურავეს თუ შეუძლია. ნარა კენგი 17 წლის თინეიჯერი იყო, როდესაც იულუ გადაცურა. მას არაფერი გამოუყენებია თავისი ფიზიკური სიძლიერის გარდა. მან მდინარე ღამით გაცურა. ჩინეთში ყოფნისას ნარაზე ზრუნავდა სპეციალური აგენტი, რომელიც დედამისმა შვილის დასაცავად დაიქირავა. ამ მომენტისთვის ნარას დედა სამხრეთ კორეაში ცხოვრობდა. ის ნარას გაქცევამდე 2 წლით ადრე გაიქცა ჩრდილოეთ კორეიდან და თავი სამხრეთ კორეას შეაფარა. საინტერესოა თუ როგორ გადაურჩა ნარა ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დაასჯას. დედის გაქცევის შემდეგ ნარამ საკმაოდ გრძელი გზა განვლო სამხრეთ კორეაში მოსახვედრად. დღეს ის სამხრეთ კორეული რეალიტი შოუს ვარსკვლავია. ახლა კი ეიონში პარკის გაქცევის ისტორია. ეს გახლავთ გოგონა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა და თავისი ხმა მთელ მსოფლიოს მიაწვდინა. 2014 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია პარკის გამოსვლა. ამავე წელს გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ სამიტზე. ვიდეო მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. პარკი საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეაში განვლილი წლების შესახებ უამბო. მე წავიკითხავ რაღაც ნაწილს მისი ინტერვიუდან. ეს აუცილებლად უნდა შევძლო, რადგან ეს მხოლოდ ჩემი ისტორია არაა. მე იმ ადამიანების სახელითაც ვსაუბრობ, რომელთაც უნდათ თავიანთი სათქმელი მთელ მსოფლიოს გაუზიარონ. ჩრდილოეთ კორეა დაუჯერებელი ქვეყანაა. იქ მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხია. ინტერნეტი არაა. ადამიანებს არ აქვთ სიმღერის, გამოხატვის, ჩაცმის და ფიქრის თავისუფლებაც კი. ჩრდილოეთ კორეა არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არალეგალური საერთაშორისო სატელეფონო ზარის გამო ადამიანებს სიკვდილით სჯის. ჩრდილოკორეელები დღეს ტერორის ქვეშ არიან. ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების წლებში ერთი ისტორიაც კი არ მინახავს ან წამიკითხავს მამაკაცისა და ქალის სიყვარულის შესახებ. არ არსებობს ამ თემაზე წიგნები, სიმღერები და ან ფილმები. ჩრდილოეთ კორეაში არიციან რომეო და ჯულიეტა. სასიყვარულო ისტორიების ნაცვლად გვთავაზობენ მხოლოდ დიქტატორების პროპაგანდას, რომელიც ადამიანების ტვინის გამორეცხვას ემსახურება. მე 1993 წელს დავიბადე და დაბადებისთანავე ტყვეობაში აღმოჩნდი. ჯერ კიდევ იქამდე სანამ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ რაიმეს გავიგებდი. დღეს ჩრდილოკორეელები საზუსტარკვეთით დაეძებენ თავისუფლებას და ამის გამო იხოცებიან კიდეც. როდესაც 9 წლის ვიყავი, ვნახე, როგორ დასაჯეს სიკვდილით. საჯაროდ, ჩემი მეგობრის დედა. რა იყო მისი დანაშაული? ჰოლივუდური ფილმის ყურება. რეჟიმის სიდიადის ეჭქვეშ დაყენება შესაძლოა ოჯახის 3 თაობის ციხეში ამალპობით. ან სიკვდილით დასჯით დამთავრდეს. როდესაც 4 წლის ვიყავი, დედა ჩემმა გამაფრთხილა, რომ არც კი მეჩურჩულა, რადგან შეიძლება ჩემი ხმა ჩიტებსა და ვირთხებს გაიგოთ. ხაზგასმით ვამბობ, მეგონა რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ჩემი ფიქრების წაკითხვაც კი შეეძლო. მამა ჩემი ჩინეთში გარდაიცვალა. მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეიდან გავიქეცით, იძულებულნი ვიყავით. დილის 3 საათზე ჩუმად დამეკრძალა. ტირილიც კი არ შემეძლო, რადგან მეშინოდა რომ ისევ ჩრდილოეთ კორეაში დამაბრუნებდნენ. ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის შემდეგ ჩინელმა ბროკერმა დედაჩემი გააუპატიურა. დაახლოებით 300,000 ჩრდილოკორეელი ჩინეთში დაუცველად ცხოვრობს. ქალებისა და თინეიჯერი გოგონების 70% ყოველდღიურად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ მათ $200-ზე ნაკლებად ყიდიან. ჩვენ გობის უდაბნოს გავლით მივდიოდით, გზას კომპასით ვიკვლევდით. როდესაც კომპასი გაგვიტყდა, ვარსკვლავებს მივყვებოდით. გრძნობდით, რომ მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ ჩვენს გვერდით. მონღოლეთი ჩვენი თავისუფლების პირველი მომენტი იყო. სიკვდილი ან ღირსება. დანები გქონდა მომარჯვებული და მზად ვიყავით ნებისმიერ დროს მოგვეკლა თავი, თუ ჩრდილოეთ კორეაში დავაბრუნებდნენ. ჩვენ ადამიანებივით ცხოვრება გვინდოდა. ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა დავეხმაროთ ჩრდილოკორეელებს. ამისთვის ბევრი გზა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 3-ს გამოვყოფ. მეტი გაიგეთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში და გააგებინეთ სხვებსაც. დაეხმარეთ და მხარი დაუჭირეთ იმ ჩრდილოკორეელ ტოლვილებს, რომლებიც ცდილობენ რეჟიმს გაექცნენ და თავისუფლება მოიპოვონ. მოსთხოვეთ ჩინეთს, შეწყვიტოს ლტოლვილების უკან დაბრუნება. ჩვენ უნდა შევიტანოთ სინათლე მსოფლიოს ყველაზე ბნელ ადგილას. ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოკორეელების უფლებები, ეს არის ადამიანური უფლებები, რომელთაც დიქტატორები 7 დეკადის განმავლობაში ძალადობით ართმევენ ხალხს. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შევიწროებასა და ჩაგვრას მისი დაბადების ადგილის გამო. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რეჟიმზე ფოკუსირება და უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მივიწყებულნი არიან. როდესაც სიკვდილის შიშით შეპყრობილები გობის უდაბნოს გადმოდიოდით, მეგონა რომ მსოფლიოში არავის ვადარდებდით, მეგონა რომ მხოლოდ ვარსკვლავები იყვნენ ჩვენ გვერდით. თუმცა თქვენ გადარდებდათ ეს ამბავი.
დღეისათვის სულ ეს იყო დღევანდელი დედამიწაზე, სადაც და როგორც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ის ფიქრი ალბათ მაინც სულ გამართლებული იქნება, რომ გაგვიმართლა ამ ქვეყანაში რომ არ დავიბადეთ. მანამდეც გვაქვს ჩრდილო კორეაზე გაკეთებული 2 ვიდეო, თუმცა ისინი უფრო ხალისიანი ხასიათის იყო. ეს კი ძალიან მძიმე გამოვიდა. მოკლედ თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები და ლაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.